წარმოიდგინე იმყოფები მთაში, გზაზე, ან რა ვიცი, შენთვის უცნობ ადგილზე და უეცად გაგიფუჭდა მანქანა. ან რაღაც პრობლემა შეგექმნა, ან ძალიან ცუდი გზა არის და ამოიღე ტელეფონი. ჭირდება დახმარება და უეცრად აღმოაჩენ, რომ მიღება საერთოდ არ გაქვს. აწერია ის საშინელი ფრაზა, ორი სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად გვაღიზიანებს. No service. მიღება არ გვაქვს. ეს საშინელი შეგრძნება ალბათ თითოეულ ჩვენს გამოუცდია. ეს იყო მუდმივი კანონი დღემდე, რომ თუ გვერდით მობილური ოპერატორის ანძა არ გაქვს მიღება, ვერ ითხოვ დახმარებას, ვერ აგზავნი სამაშველო სიგნალს, მოკლედ ვერაფერს ვერ აკეთებ. ანუ შენი ტელეფონი უბრალოდ პლასმასის და შუშის პატარა ნაჭრებია. მაგრამ ეხა ტექნოლოგიური გიგანტები უკვე ხმამაღლა ამბობენ ფრაზას, რომელიც რამდენიმე წლის წინ ფანტასტიკად მოგვეჩვენებოდა და ეს ფრაზა არის, რომ არსად აღარ იქნება მკვდარი ზონები. ანუ აღარ იარსებობს ადგილი, სადაც მობილური ვერ დაიჭერს და მიღება არ გვექნება და კავშირს ვერ დავამყარებთ, ასე რომ ვთქვათ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 21 საუკუნის უდიდეს ნახტომზე, ტექნოლოგიაზე, რომელსაც ქვია Direct to Cell, D2C და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი უბრალო ტელეფონი, ან ჩვენი smartphone პირდაპირ დაუკავშირდეს სატელიტს და პირდაპირ დაამყაროს კავშირი სამყაროსთან ნებისმიერი ადგილიდან, სადაც იქნება ცა. ამისთვის საჭირო არ იქნება არანაირი სპეციალური ტელეფონები, არანაირი სპეციალური რაღაც მოწყობილობები, ანტენები, ანძები, პირდაპირ ტელეფონი და სატელიტი დაკავშირდებიან პირდაპირ ორბიტიდან მიწაზე და ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ძალიან დიდი ნახტომი, რაც კი აქამდე მომხდარა. და გავშალოთ ახლა ეს თემა. ჩვენ ამ ვიდეოში ამ თემას დავშლით უმცირეს დეტალებად და მოვყვებით დეტალურად, როგორ მოიფიქრეს ეს იდეა, რა ფიზიკურ და ინჟინერულ დაბრკოლებებს შეხვდებიან სპეციალისტები, ვინ არიან ბაზრის მთავარი მოთამაშეები, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი ამ SpaceX-დან, Apple-დან თუ AST Space Mobile-დან, რა განსხვავებაა სტანდარტულ Starlink-სა და Direct to Cell შორის და რაც ყველაზე მთავარია, როდის გახდება ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობა. და მოდი პირველ ნაწილს შევხვდეთ, რა არის მთავარი პრობლემა, რატომ კარგავთ მიღებას მუდმივად. იმისთვის რომ მივხვდეთ, რატომ არის Direct to Cell ასეთი მასშტაბური და რევოლუციური, ამისთვის უნდა გავიაზროთ, როგორ მუშაობს დღესდღეობით ჩვენი ტელეფონი და როგორ იღებს მიღებას. ჩვენი ტელეფონები უკავშირდებიან მიწისზედა ანტენებს, ეგრეთ წოდებულ cell tower-ებს და თითოეულ ანძას აქვს თავისი უჯრედი, ასე რომ ვთქვათ, რაღაც გარკვეული ზონამდე იჭერს, უკვე სხვა ანძა ერთვება და იქიდან იწყებს მობილური სიხშირის მიღებას. აქედან მოდის ტერმინი cell phone. მაგრამ ამ სისტემას აქვს ერთი უზარმაზარი შეზღუდვა: გეოგრაფია და ეკონომიკა. დედამიწა 70% წყალს უკავია. დანარჩენი კი ძირითადად არის დაუსახლებელი პუნქტები, ტყეები, კლდეები და მსგავსი ადგილები. აქედან გამომდინარე, არც ერთ კომპანიას არ სურს მობილურ ოპერატორებზე მაქვს საუბარი, რომ წავიდეს სადღაც ტყეში მილიონიანი ანძა დააყენოს, დენი მიიყვანოს, ინტერნეტი მიიყვანოს, ოპტიკური და წელიწადში ალბათ სულ 3 ან 4 მოლაშქრემ გაიაროს იქ და მიიღოს ინტერნეტი და ეს ყველაფერი ერთგვარ ბიუჯეტთან, ხარჯებთან, დროსთან, ენერგიასთან და ყველაფერთან არის მოკლედ დაკავშირებული და რა თქმა უნდა, ეხლა ამას არავინ არ იზავს. შედეგად დღესაც კი 21 საუკუნეში, დღესაც კი დედამიწის სადღაც ალბათ 55%-ში ან ნახევარზე მეტში მობილური კავშირი არ არსებობს. ადრე ამ პრობლემას აგვარებდა სატელიტური ტელეფონები და ამ კონკრეტულ ტელეფონს ჰქონდა ძალიან უზარმაზარი ანტენა. რო გაშლიდი
ლაცას არ წვდებოდა, მაგრამ ბევრიც არ აკდა რა. და ტარიფები იყო საშინელი. ანუ პირდაპირ მიწიდან კოსმოსში მიდიოდა ტარიფი, როგორც კავშირი. და ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, თვითონ მოწყობილობა ძალიან ძვირი ღირდა, ეს ანტენაც მაინც და მაინც კომფორტული არ იყო და რაც ყველაზე მთავარია, შენობაში საერთოდ არ იჭერდა. ანუ ანალოგიურად უნდა ყოფილიყავი ღია ცის ქვეშ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში Direct-to-Cell იმუშავებს შენობებშიც, მაგრამ არა რა თქმა უნდა მეტროში ხა თუ რამდენიმე ფენა ბეტონი ადევს და მიწის საფარია, თავისთავად ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება. აქ უკვე ჩაერთვებიან ანტენები ადგილობრივი, მაგრამ დანარჩენ საქმეს რეალურად გააკეთებს საომავლოდ უკვე სატელიტები. მეცნიერებმა იფიქრეს, ვინც აქტიურად არის ამ პროცესებში ჩართული და ერთ-ერთი არის ილონ მასკი. და მოიფიქრეს ესეთი რაღაცა, რომ გავაკეთოთ ფრინავი ანძა, რომელიც ექნება ორბიტაზე, დედამიწის გარეთ და იქნება ჩვენი ერთგვარი თანამგზავრი. დავუკავშირებ ტელეფონს თანამგზავრს და ოღონდ აქ არის ერთი პრობლემა, ეს თანამგზავრი ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობს, ამ თემას ცალკე გავშლი და თავისთავად მობილურს ესე კავშირი ვერ იქნება, აქ კიდე დამატებით ტექნოლოგია არის ჩასართველი და მოკლედ მეცნიერებმა იფიქრეს, რომ ტელეფონს უნდა ეგონოს, რომ აქ სადღაც 500 მეტრში მდგარ ანტენას უკავშირდება და არა სადღაც კოსმოსში 500 კილომეტრის იქით კიდე მყოფ ან სატელიტს, ასე რომ ვთქვათ, ანძას. ტელეფონი ამას ვერ უნდა მიხვდეს, მოკლედ, რომ ანუ ასე შორს უწევს კავშირი, ანუ ისე უნდა მოხდეს შერწყმა. ეს წაკითხულად ფურცელზე და სათქმელადაც ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ მეცნიერებისთვის ეს ყველაფერი ნამდვილი კოშმარი იყო. და კოშმარი იყო რატო? ანუ სამ მიზეზს გეტყვით, ანუ ერთ-ერთ სამ მიზეზს, რატო იყო ეს ყველაფერი ძალიან კოშმარული და მე ცალკე განვიხილოთ კიდე. რაც ყველაზე მთავარია, ამ ვიდეოს სჭირდება თქვენი კავშირი, დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ თქვენი აზრები. თუ რა თქმა უნდა ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით დამიწერთ კომენტარებს, ეცადეთ რომ კომენტარები დაწვათ ვიდეოს ბოლოში, რომ მე რაღაც დამიწეროთ, მე უკვე ნათქვამი მქონდეს, უკვე განხილული იყოს, რაღაც გაურკვევლობები რო არ მოგვივიდეს, ასე რომ ვთქვათ. დანარჩენი გულები, მაგარი ხარ, წარმატებები და ეგეთი რაღაცები, მადლობა თუ ამ ყველაფერს გაიგებთ ჩემთვის. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაწეროთ, რა თქმა უნდა. თუ მაგარი არ ვარ, ეგეც რა თქმა უნდა დამიწეროთ, რომ მე ვიცოდე რა გამოვასწორო სამომავლო ვიდეოსთვის. ახლა კი დაუბრუნდეთ თემას. პირველი პრობლემა არის მანძილი და სიგნალის სიმძლავრე, ანუ სტანდარტულ მობილურში, ნებისმიერ ყველაზე ძვირად ღირებულიც რა იყო, iPhone 17 Pro Max და S26 Ultra-ც რა იყო. თემა არის ესე რა, მოკლედ, რომ შიგნით არის პატარა თხელი ფირფიტა, ძალიან წვრილი, რაც 1-2 კილომეტრში მყოფ ანძას უკავშირდება მარტივად. მაგრამ იგივე ვერ მოხდება სატელიტთან, რომელიც არის 500 კილომეტრში. ანუ მიღების სიმძლავრე დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ, არის 0.2 ვატი და როცა უკვე უნდა დაუკავშირდეს ეს ყველაფერი 500 კილომეტრის იქით ორბიტაზე სატელიტს, თავისთავად იქნება შეუძლებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხმაურია, იქ კოსმოსური ხმაურია, რაღაცა რადიაციული რაღაცეებია და თავისთავად ეს ყველაფერი უკვე ძალიან რთულდება და ესეთ დაბალ სიმძლავრეს გაუჭირდება კოსმოსთან კავშირი. შესაბამისად, იქიდან უნდა მოხდეს ისეთი სიმძლავრის გამოტყორცნა, რომ აქ ჩვეულებრივ მობილურს შეეძლოს მიღება და დაჭერა. შემდეგი პრობლემა არის დოპლერის ეფექტი. და რას გულისხმობს ეს? ანუ ყველაზე დაბალ ორბიტაზე მყოფი სატელიტიც კი დედამიწის გარშემო კოლოსალური სიჩქარე დაფრინავს. აი 27000 კილომეტრი/საათში. ანუ დაახლოებით 7.5 კილომეტრი წამში. და თავისთავად ახლა ამ სისწრაფის დროს იცვლება სიხშირეები,
დანაკარგები მეტია და ლოგიკური არის ეს ყველაფერი, რომ თავისთავად დაიკარგება და ძალიან რთული არის ამ სიხშირის დაჭერა. ანუ შესაბამისად ეს ყველაფერი ისე უნდა დაალაგდეს და ისე უნდა შენელდეს, რომ ტელეფონს ეგონოს, რომ რეალურად კი არ დარბის და დაფრინავს ეს სატელიტი, არამედ დგას. ანუ როგორღაც ხელოვნურად უნდა შეიქმნას ისეთი სიხშირე, რომ პირდაპირ მოდიოდეს და არ იფანტებოდეს. და მესამე პრობლემა არის ტრაფიკის ტევადობა და ჩარევა. ანუ როდესაც სატელიტი ორბიტაზე დაფრინავს, მას აქვს უზარმაზარი არეალი სიხშირის გაცემისთვის და თავისთავად სიმძლავრეც. ანუ თუ მაგალითად იქიდან დამატებით კიდე ერთ სიხშირეს გამოვაგზავნებ, რომელიც მობილურს უნდა დაუკავშირდეს, ეს სიხშირეები ერთმანეთს გადაფარავს და თავისთავად რომ კავშირი უკვე თელს ქალაქში კი არა შეიძლება თელს დედამიწაზე წამიერად დაიბლოკოს. და როგორ გადაჭრეს ინჟინრება ეს პრობლემა. მოკლედ ერთი იყო რომ გააკეთეს ეგრეთ წოდებული ფაზირებული ანტენები, ან ძალიან დიდი ზომის, რამდენიმე კილომეტრზე გადაშლილი ესე მოწყობილი ანტენები გააკეთეს, რომელიც კოსმოსში ავრცელებს დამატებით სიხშირეებს და გაუშვეს პროგრამული უზრუნველყოფა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დოპლერის ეფექტს ითვლის წინასწარ სისტემა და გზავნის სიხშირეებს, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს და ტელეფონმა იფიქროს, რომ რეალურად მოძრავ ანძას კი არა, ანუ ერთ ადგილზე გარანძას უკავშირდება. ამ ტექნოლოგიაში დღეს მიმდინარეობს უსასტიკესი კონკურენცია. გამოიკვეთა 4 მთავარი გიგანტი, რომელსაც 4-ვეს განსხვავებული შეხედულებები აქვს ამ თემაზე და მაქსიმალურად ებრძვიან და კრიტიკულები არიან ერთმანეთის მიმართ. Apple Global Star-თან ერთად იყო პირველი, ვინც მობილურს ჩადო სატელიტური კავშირი. Global Star-ის განიყიდა სპეციალური ჩიპი, რომელიც ჩააშენა თავის smartphone-ებში. პირველი smartphone ამ მიმართულებით იყო iPhone 14 სერია და პირდაპირ ცისკენ უნდა მიმართონ, რომ დაუკავშირდეს სატელიტს და მას არ აქვს სრული direct-to-cell მხარდაჭერა. ანუ ეს არის გათვლილი მხოლოდ გადაუდებელ სიტუაციებზე, ანუ თუ დახმარება გჭირდებათ, მარტო მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ და შეგიძლიათ მხოლოდ ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. ანუ მაგალითად დაახლოებით სად იმყოფებით და თქვენი ლოკაციას ნახავენ და მოვლენ დასახმარებლად. მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს არის პირველი თაობის სატელიტური კავშირი მობილურში. მაგრამ აქ უკვე გამოჩნდა SpaceX-ი, Starlink-თან და T-Mobile-თან ერთად. Elon Musk-მა ამ ყველაფერზე საერთოდ სხვა შეხედულება დააფიქსირა და მან თქვა, რომ მომხმარებელს ტელეფონიდან ჯიბის ამოღება და საშიაწევა კი არა, პირდაპირ აი ეს როგორც დაიჭერს, ეგრევე უნდა შეეძლოს ამ ფუნქციის გამოყენება და არა მარტო სამაშველო მიმართულებით. ამ ყველაფერში როგორც T-Mobile არის ჩართული, ისე კიდე რამდენიმე კომპანია არის ჩართული და ეს კომპანიები არიან Optos და Salty, გარშემო რეგიონებიდან და SpaceX ამ ყველაფერში იყენებს 1.9 GHz სიხშირეს და ამ ყველაფერზე ხდება ამ წუთას ტესტირების ჩატარება. რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ LTE და უფრო მაღალი თაობის ტელეფონს შეუძლია რომ პირდაპირ დაუკავშირდეს სატელიტს და მიიღოს ნებისმიერი ტიპის კავშირი. მათ შორის არის ინტერნეტიც. აქ კიდე ერთი გიგანტი არის ჩართული. ეს გიგანტი არის AST Space Mobile და ზოგადად ეს კომპანია შეიქმნა მაგისთვის, რომ სატელიტი გაუშვას კოსმოსში და მოახდინოს მათთან პირდაპირ მობილურებიდან კავშირი 4G და 5G ქსელის დახმარებით და რეალურად მათ ეს შეძლეს კიდეც პირველები იყვნენ, რომელმაც განახორციელეს მობილურით ხმის გადაცემა კოსმოსიდან, ანუ კოსმოსის გავლით, ასე რომ ვთქვათ, სატელიტი გამოიყენეს და პირველები იყვნენ ვინც დაამყარა მსგავსი ტიპის კომუნიკაცია.
მათ ზურგს უმაგრებს ესეთი გიგანტები როგორც არის AT&T, Vodafone, Verizon და რაც ყველაზე მთავარია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მათ გვერდში დგას Google. აქ არის კიდე ერთი პიონერი კომპანია ჩართული, რომელსაც ქვია Link Global და მათი დანიშნულება იდეაში ზუსტად იგივეა. ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც FCC ლიცენზია აიღეს და პირდაპირ სატელიტის დახმარებით უკავშირდებიან სხვადასხვა კუნძულებს. ან მათი დანიშნულება ძირითადად არის კუნძულები და ესეთი ადგილები, სადაც ანტენას ვერ დააყენებდნენ. დანიშნულება მიიღეს მაგ მიმართულებით და ამ წუთას ყველაფერს კარგადაც აკეთებენ კიდეც. და მოდი ვიპასუხოთ მთავარ კითხვას, რატო იხარჯება ამ ყველაფერში მილიარდობით დოლარი? პირველი ამ ყველაფერში არის, რა თქმა უნდა, სიცოცხლის გადარჩენა და სიცოცხლის გადარჩენა რატო? როდესაც ხდება ქარიშხლები, წარღვნები, შტორმები, ან ისეთი რაღაცეები, როდესაც ადამიანები კაბელებს არასწორად გადაერთებენ და მთელს ქვეყანას დენს უთიშავენ. ამ კონკრეტულ სიტუაციებში direct to cell რჩება კოსმოსში, ანუ ორბიტაზეა, დედამიწის გარეთ არის და მას აქ მომხდარი კატასტროფები ვერ ეხება. შესაბამისად, კავშირი მუდმივად რჩება კავშირად და ამ კონკრეტულ სიტუაციებში თუ კი დახმარება დაგჭირდებათ, უბრალოდ ამოიღებ ტელეფონზე და უკავშირდებით მაშველებს და ჩვეულებრივად მოვლენ და გიპოვიან. იმიტომ რომ ეს ყველაფერი როდესაც სრულყოფილად გაიმართება, არა მხოლოდ ზარების, არამედ ინტერნეტის მიღებასაც შეძლებთ ამ ქსელით. და მეორე ერთ-ერთი ყველაზე საჭირო, რა თქმა უნდა, სიცოცხლის მერე და სიცოცხლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მიმართულება არის ინდუსტრია და ლოჯისტიკა. და რატო? როდესაც გემები არიან ზღვაში, თვითმფრინავები დაფრინავენ სოფლის მეურნეობა სადღაც მოშორებულ ტერიტორიებზე არის და მიღებები არ არის, მაგალითად კიდე დავამატებ, რომ ტრაილერები მაგალითად შორდიზებზე რო დადიან და არის ხოლმე მონაკვეთები, სადაც მიღება არ არის, ახლა უკვე პირდაპირ ჩვეულებრივი smartphone-ით ყოველგვარი ძვირად ღირებული მოწყობილობების დამატებით ტელეფონების და ანტენების და რაღაცების გარეშე გექნება კავშირი სამყაროსთან. და მესამე არის ეკონომიკური მოდელი. ანუ არავის აღარ დაჭირდება ზედმეტი ხარჯების გაწევა იმაში, რომ მუდმივად გქონდეს კავშირი. ანუ ზედმეტ ხარჯებს არ გულისხმობ. კომპანია უბრალოდ მაგალითად რო ავიღოთ, ან მაგთი, სილკნეტი ან ნებისმიერი სხვა, უბრალოდ უნდა შეუერთდეს ამ სატელიტურ კავშირს და მას აღარ მოუწევს ზედმეტი ხარჯების გაწევა ანტენებისთვის, დენისთვის და მსგავსი რაღაცეებისთვის. ანუ ისედაც იქნება ეს ყველაფერი გათვლილი ამაში. და რაც ყველაზე მთავარია, მომხმარებელზე არ აისახება ეს, ანუ მომხმარებელზე აისახება მხოლოდ ის, რასაც ეს სატელიტური დანახარჯები ქვია. და დამატებით $5 მაგალითად, რო თქვან, რომ დამატებით გადაიხადე $5 და შენ სამყაროში ყველგან გექნება კავშირი, კი ბატონო, რატომაც არ დაგჭირდება დამატებით კიდე roaming-ი და რაღაცეები. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი იქნება ერთი მთლიანი ქსელის ნაწილი და რატომაც არა, ძალიან კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა კი მინდა ამ თემაზე შევეხო ხშირად ასმულ კითხვებს, როდესაც ამ თემაზე მასალას ვიძიებდი, ძალიან ხშირი კითხვები რაც იყო, ისინიც ამოვწერე. და ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, რომ Starlink-ის თიპში ანტენა აღარ დამჭირდება. ამ ეტაპზე ეს არ არის. Starlink-ის ინტერნეტი რჩება ისევ ინტერნეტად, კოსმოსურ ინტერნეტად, ასე რომ ვთქვათ. და რატო? ამ ეტაპისთვის ტექნოლოგია არ არის განვითარებული ისე, რომ ინტერნეტიც მივიღოთ და დამატებით სხვა კავშირები. ამ წუთას ამის დანიშნულება არის მხოლოდ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და ნელ-ნელა იშვიათი გამონაკლისებით და ზარებიც კი. მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი არის პირველყოფილი ტექნოლოგია და თავისთავად რომ ეს ერთიანად ვერ მოვა. ნელ-ნელა მე იქნება უკვე დაბალსიჩქარიანი ინტერნეტიც, მე
თავისთავად მაღალს ეჩქარებს, მაგრამ ამ ყველაფერს შეიძლება 10 წელი მაინც სავარაუდოდ ან მეტიც კი დაჭირდეს. მეორე ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო, რომ ელემენტს მალე დასვავს და არა, ანუ ესე არ არის. ხო არაფერი არ იცვლება რეალურად ტელეფონისთვის. იგივე სიხშირეს იყენებს, იგივე სიმძლავრეს იყენებს, დამატებით არ უწევს ტექნოლოგიებით ჩარევა. ამ ყველაფერს სატელიტი უზრუნველყოფს, პირდაპირ აგზავნებს იმ სიხშირეს, რაც ტელეფონს უკვე აქვს. აქედან გამომდინარე, არა, არც დამატებით გამოსხივება იქნება ტელეფონისთვის და არც დამატებით ელემენტის დაჯერა და მსგავსი პრობლემები მოკლედ ამ მიმართულებით არ იქნება შეუძლებელია ფიზიკურად. და კიდევ ერთხელ მიუხედავად დეტალური ინფორმაციისა, ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო, რომ დამატებით უმოუწევდათ რაიმე ტელეფონის შეძენა და არა, თქვენი კომფორტია ეხლა, თქვენ თუ გინდათ რომ დამატებით კიდე რამე ტელეფონი გქონდეთ, კი ბატონო, არ საჭიროებს ჩვეულებრივად LTE 4G ქსელიდან იღებს უწყვეტ კავშირს. ამ ეტაპისთვის ესეა, ჯერ საქართველოში ეს ყველაფერი დანერგილიც არ არის, ამერიკაშიც კი ტესტირების რეჟიმშია, აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით პრობლემები არ იქნება. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, როდის და როგორ დაინერგება ეს ყველაფერი, ამ ეტაპისთვის 25-დან 26 წლის პერიოდში მიმდინარეობდა და ეხლა 3 წუთას მიმდინარეობს ტესტირება მხოლოდ ტექსტურ შეტყობინებებზე. 26-27 წელს უკვე ამ ყველაფერში ჩაერთვებიან WhatsApp-ი, Viber-ი და მსგავსი მესენჯერები, მაგალითად Telegram-ი და იქნება უწყვეტი კავშირი მხოლოდ ტექსტებზე, ან ფოტოების გაგზავნა ვერ მოხდება, მარტო ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შეგიძლიათ. და შესაძლოა პატარა voice-ების გაგზავნას შეძლოთ. ჯერჯერობით მიმდინარეობს მუშაობა ამაზე. და სადღაც 27-28 წლის პერიოდში უკვე ფიქრობენ, რომ დაინერგება პირველი ინტერნეტ გავრცელებაც და დაახლოებით 2-დან 10 მეგაბიტამდე იქნება ინტერნეტის სიჩქარე. მინიმალური, რა თქმა უნდა. მაგრამ როგორც ვიტყვი, სულ არაფერს კი ჯობია. ნახოთ მოკლედ ეს ყველაფერი როგორ განვითარდება და ამ ყველაფერზე SpaceX-ი ამბობს, რომ სავარაუდოდ 2028-ში უკვე დასრულებული იქნება ეს ყველაფერი და სრულად გადასულები იქნებიან იმ ეტაპზე, რომ გააძლიერონ ეს ყველაფერი. ამ ტექნოლოგიაზე კი აღარ იქნება მუშაობა, ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე იქნება უკვე მუშაობა. დაახლოებით 2028 წლისთვის უკვე ეს ყველაფერი მოგვარებული უნდა იყოს. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი იქნება ისეთივე საჭირო, როგორც მანქანაში მაგალითად ღვედია, ანუ ჩვენი განუყოფელი ნაწილი გახდება და ეს არ არის, ასე რომ ვთქვათ, უბრალო სიახლე რა. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა კავშირი ქონდეს ყველგან. და ჩემი აზრით ყველაზე მთავარია ამ ყველაფერს ჩვენი ოპერატორები როგორ აუბავენ ხარს, როგორ ჩაერთვებიან ამაში. მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერთან ერთად ჩვენც გავყვებით ამ ტექნოლოგიებს წინ და დამატებით კიდე რაღაც ხარჯების და კონკურსების ყურება არ მოგვიწევს, ისე გაკეთდება ეს ყველაფერი. დამიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ველოდები თქვენს აზრებს, თუნდაც კრიტიკულს, რა თქმა უნდა, მე ჯერა რომ რაღაც შეცდომებს უშვებ და ამ ყველაფერს თქვენ აუცილებლად მეტყვით. მადლობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.